სივრცის შეზღუდვისას დიდი საძინებლის დატოვება არ არის აუცილებელი. საძინებელი ფუნქციურად არის მარტივი სივრცე, სადაც ძირითადად საწოლი, ტუმბოები და კარა დადგას ხოლმე. ეს არის სივრცე, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ძილში ვატარებთ. დღის განმავლობაში კი აქტიური ცხოვრება გვიხდება სხვა ზონებში. როცა ბინა პატარა გვაქვს, ყოველთვის ჯობია რომ მეტი კვადრატულობა მიიღოს მისაღებმა, სამზარეულომ და საცხოვრებელმა ზონამ, ვიდრე საძინებლებმა, რადგან ამ სივრცეებში უფრო მეტ დროს ვატარებთ ოჯახთან და სტუმრებთან ერთად. არსებობს ხრიკები, რის დახმარებითაც პატარა საძინებლებიც შეიძლება ვაქციოთ ძალიან მყუდრო, მშვიდ და ესთეტიურ გარემოდ. ამ შემთხვევაში, როდესაც საძინებლის გაკეთება გვიწევს პატარა ზომის, აუცილებელი არის გამოვიყენოთ ღია ფერები, სწორად შევარჩიოთ ავეჯი, სწორად შევარჩიოთ განათება. ფუნქციურად ბევრი საშუალება არსებობს, რომ პატარა საძინებლებშიც მივიღოთ საკმარისი რაოდენობის სათავსო. მოკლედ, საძინებლები დიდ ზომას არ საჭიროებს. დიდი ზომა და მასშტაბი ყოველთვის არ ნიშნავს კომფორტს, არ ნიშნავს სიმშვიდეს. დიდი სივრცე ყოველთვის ჯობია იქ, სადაც ვატარებთ ყოველდღიურად დროს და სადაც დაკავებული ვართ ყოველდღიური აქტივობით. და გავისწრეთ ჩემი არხის გამოწერა. თუ კი რაიმე კითხვები გექნებათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. დროებით.